წვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის და გურამ დონაძის კამათი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. გურამ დონაძემ ხიდაშელი უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასა და გამოძიებაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. თინა ხიდაშელმა კი მას განუცხადა, რომ მალე ახალი ჩვენებები გახდება ცნობილი და საქმის გამოძიება ფინალურ ფაზაში გადავა, რა დროსაც თავად დონაძის და მაღალი თანამდებობის პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოიკვეთება. ხიდაშელი დაინტერესდა იმ ფაქტითაც, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში დონაძეს სურვილი არ გამოუთქვამს საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. დებატები გადაცემა პოლიტმეტრში იმით დასრულდა, რომ გურამ დონაძემ პირდაპირ ეთერი დატოვა. მე დამიჭირეთ. აიხავე წავიდეთ ციხეში და ეხავე მოიყვანეთ. თურებული მაქვს. თქვენი ყველა შიშის ისტერია შენი მესმის, მაგრამ მოსახლეობას მიეცი საშუალება, რომ ვილაპარაკო. მოდი ჩამქოლეთ მაშინ, აბა რა გავაკეთო. რომელი შიშის ისტერიაზე ველაპარაკე? ვინმე შენი ჩაქოლვა რო სდომებოდა ამ 8 წლის განმავლობაში გარწმუნებ, რომ ეს მოხდებოდა. ამ 8 წლის განმავლობაში ეს მოხდებოდა. ნუ მემუქრებით. არ გემუქრებით. მემუქრებით და არ გემუქრებით. არ გემუქრებით. მე გეუბნებით რომ დანაშაულის შიშის ისტერია მე არა მაქვს. შიშის ისტერია თქვენ გაგიჩნდათო, ვერ ადასტურებთ იმ სიყალბეს რამდენი წლის განმავლობაში თქვენი პირი. კადრებში იყო ეგ სიყალბე. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. წაიკითხეთ თქვენ მანდ ის დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგაწოდათ და გაავრცელა საზოგადოებაში, რომ ყაჩაღების ჯგუფი დაიჭირა, რომელიც თურმე შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა და ვნახეთ ჩვენ კადრებში ძალიან კარგად, როგორი შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო. ყველამ ერთად ვნახეთ.